პიტერ სიიარტოს ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. მრავალი კითხვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ირგვლივ 12 აპრილის არჩევნების შემდეგ მისი მოულოდნელი გაქრობის მომენტიდან დაგროვდა. ბოლოს დიპლომატმა სოციალური ქსელებით მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას ვიქტორ ორბანისა და პარტია ფიდესის მხარდაჭერისკენ, რათა მისი შეფასებით ბუდაპეშტს თავიდან აიცლებინა ომი და აერჩია მშვიდობა. მიმავალი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს ოპონენტებისთვის არც გამარჯვება მიულოცია და არც რაიმე საჯარო განცხადება გაუკეთებია. ცნობილია, რომ ის გამოტოვებს ლუქსემბურგში მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ევროპული სახელმწიფოების პირველი დიპლომატები შეიკრიბებიან. ამავე კვირაში კვიპროსში ევრობლოკის წევრი ქვეყნების არაფორმალურ სამიტს გამოტოვებს ვიქტორ ორბანიც. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მიწურულს პიტერ სიიარტო თავის რუს კოლეგასთან მჭიდრო კავშირების გამო მასშტაბურ სკანდალში გაეხვა. ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც პიტერ სიიარტო სერგეი ლავროვს თავაზობდა დახმარებას ევროკავშირის სანქცირებულთა სიიდან, რუსი ბიზნესმენების ამოღებას და ამავდროულად აქტიურ კავშირზე იყო რუს დიპლომატთან 2023 წლის ევროპული სამიტის დროს, როდესაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრების საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თავად უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კანონდარღვევა და გაუცილებელ ჩანაწერებს უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ შემუშავებული უწოდა, რომელთა მიზანი მისი თქმით უნგრეთის არჩევნებსა და ბუდაპეშტის შიდა საქმეებში ჩარევა იყო. სატელეფონო საუბრების შინაარსის უარყოფის მიუხედავად პიტერ სიიარტო პერიოდულად სტუმრობდა მოსკოვს და პირისპირ ხვდებოდა სერგეი ლავროვს, რის გამოც მას ბრიუსელში პრორუსული პოლიტიკის გატარება შედანაშაულებდნენ. ამავე მეთოდს მიმართავდა ვიქტორ ორბანიც, რომელიც კრემლში ხშირად ხვდებოდა ვლადიმირ პუტინს, თუმცა საკონსულო საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უნგრეთის მიმავალი პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს სთავაზობდა დახმარებას ყველა შესაძლო გზით. კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში უნგრეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიერმა პიტერ სიიარტო მოსკოვთან დაკავშირებული სანქციების საიდუმლო დოკუმენტაციის განადგურებაში და დიპლომატიური უწყების შენობაში მათ საგულდაგულოდ დაქუცმაცებაში დასდო ბრალი.